დილა მშვიდობისა. პლანეტები არა მარტო ადამიანის ვიზუალურ და ფსიქოლოგიურ მახასიათებლებზე, არამედ მათ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და ამა თუ იმ ორგანოს გამართულ მუშაობაზეც არიან პასუხისმგებელი. პირადი რუქის მიხედვით საკმაოდ მარტივია დავადგინოთ თუ რა სახის პრობლემები შეიძლება ელოდოს ადამიანს ან კონკრეტულად რომელი ორგანო აქვს სუსტი. დღეს მე გეტყვით რა მეთოდებით უნდა იხელმძღვანელოთ, რომ მოსალოდნელ უსიამოვნებას თავი აარიდოთ. ადამიანის განვითარების შიდა კოსმიური ციკლი თავის მხრივ რამოდენიმე ეტაპად იყოფა. თითოეულ ეტაპს კონკრეტული პლანეტის გავლენა შეესაბამება. ასე მაგალითად 1-დან 7 წლამდე ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობას მთვარე განაგებს. უკვე 7 წლიდან 14 წლამდე ჩვენ საკუთარი სხეულისა და ფიზიკური შეგრძნებების აღქმას, კვლევას და გააზრებას ვიწყებთ. ვიცით რა მოგვიტანს ზიანს და რა არა. ამ პერიოდს მერკურის ციკლი შეესაბამება. 14-დან 22 წლამდე ადამიანის სქესობრივ მომწიფებას იწყებს. შესაბამისად იზრდება მისი ინტერესი საპირისპირო სქესის მიმართ და ამ გავლენით გამოწვეული შეგრძნებები. ამ ციკლს ვენერას ციკლი ეწოდება. ძალიან ცხელა უკვე ცხოვრების მანძილზე მაქსიმალური 22 წლიდან ადამიანის ზრდასრულობის ასაკში შედის და მისთვის წინა პლანზე საკუთარი მეზ გააზრების საკითხი დგება. ამიტომ 22-დან 36 წლამდე პერიოდს მზის ციკლი მართავს. უკვე 36 წლის შემდეგ ჩვენ დაგროვილი გამოცდილებით თავის დამკვიდრება, შენარჩუნების საკითხით ვართ დაკავებული. წინა პლანზე იწევს ამბიციები. ამიტომ 36-დან 46 წლამდე ასტროლოგები მარსის ციკლს უწოდებენ. 46 წლიდან კი დგება დრო ჩვენი ნაშრომით დავტყვეთ და რაც აქამდე გვიკეთებია ცხოვრებაში მისი შედეგი მივიღო. ამიტომ 46-დან 63 წლამდე შუალედს იუპიტერის ციკლად მოიხსენიებთ. უკვე 63 წლიდან კი ადამიანის ჯანმრთელობა ყველაზე კრიტიკულ სატურნის ციკლს გადის. ამიტომ გასაკვირი არ არის ის ფაქტი, რომ ბევრი ვინც გამამლელი ციკლების მანძილზე ჯანმრთელობის მიმართ დაუდევარი დამოუკიდებლობით გამოირჩეოდა, სატურნის სადამსჯელო ოპერაციებს ვერ უძლებს. ამიტომ ადამიანების დიდი ნაწილი სწორედ 63 წლიდან 91 წლამდე ასაკში იღუპება ჯანმრთელობის გაუარესების გამო და მხოლოდ ის იშვიათი გამონაკლისები აღწევენ ყველაზე ბოლო ურანის ციკლს 91 წლის მერე, ვინც ცხოვრების მანძილზე მაქსიმალური სიფრთხილით ეკიდებოდა საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობას. წერ, ნინი, წერ. აი, თან ხავ იცის რომ წერ. რა დრეკავ შედალოთ. მე მგონი ცოტა შევკრიჭა.